რა არის კვარცი და რატომ არის ის ჩვენი საათების გული? სალამი, ინჟინერის მოყვარულებო. ოდესმე გიფიქრიათ, როგორ ახერხებს ასეთი პატარა საგანი, როგორიცაა მაჯის საათი, ასეთი წარმოუდგენელი სიზუსტით მუშაობას. პასუხი იმ მასალაშია, რომელიც შეიძლება უკვე იცოდეთ, მაგრამ მისი ჯადოსნურობა მის ყველაზე ღრმა თვისებებში იმალება. საწოლთან მდგომი მაღვიძარადან დაწყებული თქვენი მობილულის ქრონომეტრამდე დროის საზომი მოწყობილობების უმრავლესობა დღესდღეობით პატარა კვარცის კრისტალზეა დამოკიდებული. მაგრამ რა არის ეს კვარცი? და რატო არის ის ესეთი განსაკუთრებული, რომ საათის სიზუსტის მთავარი გმირი ხდება? საკუთარ არსში კვარცი არის მინერალი, რომელიც შედგება სილიციუმის დიოქსიდისგან, ანუ SiO2-ისგან. ის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მინერალია დედამიწის ქერქში. ის გვხვდება სხვადასხვა ფორმითა და ზომით, დაწყებული სანაპიროს ქვიშიდან, დამთავრებული ლამაზი გამჭვირვალე კრისტალებით. კვარცის სილამაზე მხოლოდ მის გარეგნობაში არ არის, არამედ ერთ საოცარ ელექტრომექანიკურ თვისებაში, რომელიც ცნობილია როგორც პიეზოელექტრონული ეფექტი, რაც მას იდეალურს ხდის ზუსტი დროის გასაზომად. მაგრამ რა არის ეს პიეზოელექტრონული ეფექტი და როგორ აძლევს მას საშუალებას, რომ ბუნებრივი ქვის ნაჭერმა დრო დაითვალოს? წარმოიდგინე შემდეგი. როცა მექანიკურ წნევას ახდენ კვარცის კრისტალზე, ის წარმოქმნის მცირე ელექტრომუხტს და პირიქითაც ხდება. თუ მასზე ელექტრულ ძაბვას მიიყვან, კრისტალი დეფორმირდება ან იღუნება. ეს უნარი გარდაქმნას მექანიკური ენერგია ელექტრულად და პირიქით, იმას უწოდებთ პიეზოელექტრულ ეფექტს. ეს ეფექტი აღმოაჩინეს ძმებმა პიერ და ჟაკ კიურებმა, ჯერ კიდევ 1880 წელს. და ეს არის მრავალი თანამედროვე მოწყობილობის მუშაობის საიდუმლო, მათ შორის ჩვენი საათებისაც. მთავარი ხრიკი ისაა, რომ როდესაც კვარცის კრისტალი ძალიან სპეციფიკური ფორმით იჭრება და პოლირდება და ელექტრონულ წრეში თავსდება, ის იწყებს ვიბრაციას უკიდურესად ზუსტ და სტაბილურ სიხშირეზე, როდესაც მას ელექტრული დენი ეწოდება. ეს თითქოს პატარა ქანქარა ან მეტრონომი იყოს, მაგრამ შეუდარებელი სიზუსტით, რომელიც მილიონობით ჯერ ვიბრირებს წამში. ეს სიხშირე იმდენად მუდმივია, რომ იდეალურ საფუძველს ქმნის დროის ინტერვალების გასაზომად. ელექტრონული წრე, რომელიც მას ახლავს, შექმნილია იმისთვის, რომ დაითვალოს ეს ვიბრაციები და რხევების წინასწარ განსაზღვრული რაოდენობის შემდეგ გადასცეს პულსის საათის ძრავს, რათა გადაადგილდეს ისრები ან ციფრულად აჩვენოს დრო. ეს არის უწყვეტი ციკლი, სადაც ელექტროენერგია გარდაიქმნება მექანიკურ ვიბრაციად, ხოლო ეს ვიბრაცია ითვლება საოცარი სიზუსტით. და რატომ კვარცი და არა სხვა მასალა შეირჩა ამდენად დელიკატური ამოცანისთვის? და რა არის მისი მთავარი უპირატესობა სხვა ელემენტებთან შედარებით? პასუხი მის სტაბილურობაშია. კვარცს აქვს ბუნებრივი რეზონანსის სიხშირე, რომელიც წარმოუდგენლად მდგრადია ცვლილებების მიმართ. ანუ მისი ვიბრაციის სიხშირე არ იცვლება. ტემპერატურის ან წნევის მცირე მერქეობების შემთხვევაშიც კი, რაც კრიტიკულია სიზუსტის შესანარჩუნებლად დროთა განმავლობაში. გარდა ამისა, კვარცი შედარებით გავრცელებულია და შესაბამისად მისი მოპოვება და დამუშავება ეკონომიურია, რაც კვარცის საათების ტექნოლოგიას ყველასთვის ხელმისაწვდომს ხდის. კვარცამდე მექანიკური საათები რთული ხელოვნების ნიმუშები იყო, მაგრამ ისინი დამოკიდებული იყვნენ ზამბარებზე, კბილანათულებზე და ესკაპმენტებზე, რომლებიც დაზიანებას განიცდიდნენ ხახუმის ტემპერატურისა და თვით გრავიტაციის გავლენით, რაც მათ ძვირადღირებულსა და ნაკლებად ზუსტს ხდიდა. კვარცის შემოღება მაღალი სიზუსტის დროის გაზომვა ყველასთვის ხელმისაწვდომი გახადა, მაგრამ სილიციუმი? რა კავშირი აქვს ამ ელემენტს კვარცთან და ჩვენს საათების მუშაობასთან? როგორც უკვე ავხსენი, კვარცი ქიმიურად სილიციუმის დიოქსიდია. ეს ნიშნავს, რომ სილიციუმის ელემენტი კვარცის კრისტალის ძირითადი შემადგენელია. თუმცა, სილიციუმის კავშირი საათებთან მხოლოდ იმით არ შემოიფარგლება, რომ კვარცის საფუძველია. სუფთა სილიციუმი თანამედროვე ელექტრონიკის საფუძველია. ეს არის მთავარი მასალა ტრანზისტორებისა და მიკროჩიპების წარმოებაში, რომლებიც პრაქტიკულად ყველა მოწყობილობის ციფრული ტვინია. თანამედროვე კვარცის საათში კვარცის კრისტალი წარმოქმნის სიხშირეს, მაგრამ სწორედ სილიკონზე დაფუძნებული ინტეგრირებული სქემებია, რომლებიც აძლიერებენ ამ ვიბრაციას, ითვლიან იმპულსებს და გარდაქმნიან მათ ციფრულ დისპლეად ან ისრების მოძრაობად.
ანუ კვარცი არის დროის ოსტატი, ხოლო სილიკონი ნახევარგამტარის სახით არის ელექტრონული ინჟინერი, რომელიც თარგმნის და მართავს ამ სიზუსტეს. კვარცის საათის გამოგონებამ 1960-იან წლებში საფუძველი ჩაუხარა იმას, რაც ცნობილია როგორც კვარცის რევოლუცია. ამ ინოვაციამ მთლიანად შეცვალა საათების ინდუსტრია. მექანიკური საათები, რომლებიც ადრე სიზუსტის ოქროს სტანდარტად ითვლებოდა, გადაიქცა ლუქსის ან კოლექციონერების საგნებად. კვარცის საათები იყო და დღემდე არის უფრო ზუსტი, უფრო გამძლე და ბევრად უფრო იაფი მასობრივად წარმოებისთვის. კვარცის ტექნოლოგია მხოლოდ მაჯის და კედლის საათებით არ შემოიფარგო. მისი სტაბილურობა და სიზუსტე შეუფასებელი აღმოჩნდა უამრავ სხვა გამოყენებაში, მაგალითად, კომპიუტერებში შიდა პროცესების სინქრონიზაციისთვის, ტელეკომუნიკაციის მოწყობილობებში სიგნალების მკაფიობის უზრუნველსაყოფად და ასევე სამეცნიერო და ნავიგაციის მოწყობილობებში, რომლებიც უკიდურესად ზუსტ დროის გაზომვას მოითხოვენ. ამიტომ შემდეგ ჯერზე, როცა ციფრულ ან ანალოგურ საათს შეხედავ, დაიმახსოვრე, რომ იმ ციფერბლატის ან ეკრანის უკან შეიძლება იყოს პატარა და მოკრძალებული კვარცის კრისტალი. მოთმინებით ვიბრილებს მილიონობით ჯერ წამში, განსაზღვრავს შენი დღის რიტმს ისეთი სიზუსტით, რომელიც ინჟინერიამ და მეცნიერებამ ბუნების თვისებებთან თანამშრომლობით შესაძლებელი გახადა. ეს არის მტკიცებულება იმისა, თუ როგორ შეუძლია მასალის თვისებებს ადამიანის გონებასთან ერთად უზარმაზარი გავლენა მოახდინოს ჩვენს ცხოვრებაზე. თუ აქამდე მოხვედი და ვიდეო მოგეწონა, გამოიწერე ახი. თუ ჯერ არ ხარ გამოწერილი, დაალაიქე და ჩართე შეთხოვინებების ზარი. და თუ ჩვენი კონტენტი საინტერესო გეჩვენება, განიხილე არხის წევრი გახდე, რომ დაგვეხმარო ამ ტიპის კონტენტის შექმნაში პლატფორმაზე და ჩვენს ვიდეოებში მოგიხსენიოთ. და თუ გაინტერესებს, რომელი კურსებს გირჩევთ ჩვენს არხზე, გამოიყენე გვერდზე მოცემული QR კოდი ან ვიდეოს აღწერაში მოცემული ბმული. რომ მიიღოთ წვდომა მრავალ შესაძლებლობაზე და განივითაროთ სხვადასხვა უნარები, რომლებიც როდესაც ცხოვრებასთან ერთად გამოიყენება, არის. იცოდი უკვე კვარცის მნიშვნელობის შესახებ საათებში. იცოდი რა ფუნქცია აქვს მას საათში. დაწერე კომენტარებში, მინდა ვიცოდე. აქ გვერდით არის ორი საინტერესო ვიდეოს არჩევანი, რომლებიც აუცილებლად უნდა ნახო, რომ გააფართო შენი ცოდნა და დააკმაყოფილო შენი ცნობის მოყვარეობა. თუ გინდა რომ დაგვეხმარო, დაალაიქე, გამოიწერე არხი, ჩართე ზალის შეპყრობინება და დაფიქრდი არხის წევრობაზე. ეს იყო ყველაფერი ინჟინერიის მოყვარულებო. დიდი მოკითხვა და შევხვდებით შემდეგ ვიდეოში.